ქრისტე აღდგა ჭეშმარიტად აღდგა ქრისტე აღდგა ქრისტე აღდგა სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა ჩვენთან არს ღმერთი ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს ღმერთმა მრავალს დაგასწროთ თქვენ და სრულიად საქართველოს ამინ დღევანდელ დღეს დანო და ძმანო ტრადიციულად ესე როგორც ყოველ კვირას ჩვენ ვამბობთ ხოლმე რომ რაღაცა გარკვეული სახარება იკითხება დღევანდელ დღეს წაკითხული იქნა სახარება შობითგან ბრმას თუ როგორ აღუხილა მაცხოვარმა თვალმა ეს სასწაული მოხდა იერუსალიმში აი ამ სასწაულის მომსწრე იყო ძალიან ბევრი ადამიანი თუ როგორ განვითარდა იქ მოვლენები თქვენ სახარების იმედია რომ ყურადღებით ისმენთ ხოლმე და ისედაც წაკითხული გაგვდა შინაარსი მისი იცით მე თქვენს ყურადღებას რაღაც ერთ პატარა მაგრამ ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე შევაჩერე ეს გახლავთ საკითხი შემდგომი როგორც იწყება ეს სახარება რომ მაცხოვარი ხედავს შობითგან ბრმას და მოციქულები მას ეკითხებიან რომ ვინ სწოდა ამან სწოდა თვითონ რომ ბრმა დაიბადა თუ ამისმა მშობლებმა შესწოდეს რომ ბრმა დაიბადა და მაცხოვარი პასუხობს რომ არც ამან სწოდა არც ამისმა მშობლებმა არამედ რათა განცხადნეს დიდება ღვთისა აი რომელი დიდება ღვთისა უნდა განცხადნეს აი ამ ბრმაზე დღეს ამაზე მინდა გესაუბროთ თუმცა კი სანამ ამ თემას მივადგები იქვე ისიც ალბათ საკითხავია და განსამარტია რომ მოციქულები რომ ეკითხებიან ამან სწოდა და ბრმა დაიბადა რას ქვია როგორ შეიძლება ადამიანს ეცოდა დაბადებამდე იყო ესეთი სწავლება გავრცელებული ახლა ჩვენთვის რა თქმა უნდა მიუღებელია შეუწყნარებელი სწავლება ორიგენე იზიარებდა ამ აზრს და ეს აზრი განკიკებულია უარყოფილია მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ წმინდა მამათა მიერ მისი მოძღვრებით და ეს ებრაულიდან მოდიოდა ებრაელებს ჰქონდათ ესეთი სწავლება რომ ადამიანთა სულები არის შექმნილი გულისხმობს რას რომ ღმერთმა რომ სამყარო შექმნა ყველა ადამიანი ვინც აქამდე დაბადებულა და ვინც აცი დაიბადა ყველა სული წინასწარ არის შექმნილი მაგრამ ისინი დროში ხორციელდებიან და თუ დროში ხორციელდებიან უკვე დაცემის შემდგომ დროში ხორციელდებიან შესაბამისად დაცემულები იბადებიან და თუ თქვათ იქამდე დაიბადებოდნენ სანამ ადამი დაეცემოდა დაუცემლები დაიბადებოდა ანუ გამრავლება ყველა შემთხვევაში იქნებოდა უბრალოდ უკვე დაბადებული სულები რაღაცა ნელ-ნელა დროში განხორციელდებოდნენ ისევე როგორც სამყარო შექმნა მოხდა დროში რა თქმა უნდა ესე არ არის მაგრამ იყო ამავდროულად მეორე ვერსია რომ დედის მუცელში შეიძლებოდა შეეწოდა ღრმას თურმე იმიტომ რომ მას სული ეძლეოდა სული გონიერი და სულიერი თავისით ესე იგი ფიქრითაც კი შეიძლებოდა მას შეეწოდა მაგრამ ეს სწავლება რომელიც მე დამახინჯებული სახით აღმოსავლეთის ქვეყნებს შემორჩათ აი მაგალითად ინდუიზმში დღესაც ესეა მიღებულია რომ რეინკარნაციას გადის სული რომ შეიძლება იყოს ბუზი და მერე სპილო და მერე ძაღლი და მერე კაცი თქვათ და თუ ვერ გაამართლა ანუ განღმრთობამდე ვერ მივიდა აი ამ რეინკარნაციების საშუალებით ადამიანი ანუ მაღლა და მაღლა თუ ვერ წავიდა იმიტომ რომ რატო იწყებენ ბუზით თუ რით იწყებენ რა მნიშვნელობა აქვს რომ უფრო მაღალ საფეხურზე უნდა უფრო გონიერი არსება უნდა გახდეს მაგალითად მერე ძაღლი უნდა გახდეს და ასე შემდეგ და ბოლოს ადამიანი უნდა გახდეს და აი ამ განღრთობას უნდა თუ ვერ მიაღწია ისევ თავიდან იწყება ეს დამახინჯებული სწავლება რაც დღეს ინდუიზმს ახასიათებს ეს სწორედ ებრაელებისგან აქვს აღებული იმიტომ რომ ებრაული ვერსიით ერთ-ერთი ვერსიით სულები არსებობდნენ ადამიანის დაბადებამდე ამიტომ ეს შეკითხვა თქვენს ყურს არ უნდა სჭირდეს იმიტომ რომ მოციქულებიც ამ სწავლებაზე არიან გაზრდილი მათთვის ესეთი დოგმატური სახელმძღვანელო არ არსებობს რა თქმა უნდა ეს ჩვენ წმინდა მამებმა რაც დაგვიწესეს ეს არის ჩვენთვის მე უცვალებელი რაღაცა კანონები ამიტომ მათ არ ვეხებით და არანაირ ჩვენს კრიტიკას ის არ ექვემდებარება იმიტომ რომ სულიწმინდისა ნაკანახებია ვიცით მაგრამ ძველად თმაში ესე არ იყო თავისუფალ მოსაზრებებს გამოთქვამდნენ ადამიანები რომ ეს შეიძლება ესე იყოს ან არ იყოს ესე და ასე შემდეგ ერთი ღმერთის წამდათ ერთი რელიგიის წარმომადგენლები იყვნენ მაგრამ მიუხედავად ამისა ესეთი აზრთა სხვადასხვაობა შეიძლებოდა ყოფილიყო ეს რატომ მოვაყოლე რომ თვითონ ამან ხომ არ სწოდაო რომ ეკითხებიან მოციქულები თქვენთვის უცხო არ უნდა იყოს რატომ ეკითხებიან აი ამას ეხლა მეორე შეკითხვა ესეთი იყო ამის მამშობლებმა ხომ არ შეეცოდესო რომ ბრმა დაიბადა და მაცხოვარი უარყოფს ამასაც რომ არა არც ამან სწოდა არც ამის მამშობლებმა არ სწოდეს არამედ რათა განცხადნეს დიდება ღვთისა და ჩვენ
ჩვენი მთავარი თემა ეს დიდება ღვთისა უნდა იყოს, მაგრამ აქ ამ მშობლების შეწოდების გამოც უნდა გითხრათ, რომ მშობლების შეწოდება როგორ აისახება შთამომავლობას. მაგალითად გეტყვით, რომ თუ კი ადამიანი არის მრუში და მას შეეძინა შვილი, ამ შვილს ღმერთი არ მოკითხავს არავითარ შემთხვევაში, რომ შენ რატომ ხარ მრუში. მამამისის მრუშობას შვილს არავითარ შემთხვევაში არ მოკითხავს. ეს სამოქალაქო კანონშიც ასეა, მოგეხსენებათ, მამაჩემმა თუ რაღაცა დანაშაული ჩაიდინა, ამიტომ მე არ დამაპატიმრებს სამოქალაქო კანონი. და ღმერთი როგორ გააკეთებს ამაზე, სამოქალაქოში თუ უსამართლოდ ითვლება, რომ მამისეული ცოდვა შვილს მოკითხო ღვთაებრივ კანონში, რა თქმა უნდა, უფრო მეტი სამართალია და სხვათა შორის გიფიქრია თუ არა ერთ რამეზე, რატომ ქვია მეორედ მოსვლა საშინელი სამსჯავრო. საშინელი სიტყვა რატომ არის იცით ნახმარი? იმიტომ რომ სამართლიანი იქნება. და ჩვენთვის რაც სამართლიანია ის არ გვაწყობს, იმიტომ რომ სიმართლით ვერ ცხოვრობთ და ეს სხვა თემაა, დავანებოთ ამასთან. ასე რომ მშობლების ცოდვებს რა თქმა უნდა შვილებს არ მოკითხავენ, მაგრამ მშობლების ცოდვები აისახება აი ამ დაცემულ ქვეყანაში და აისახება პირდაპირ მნიშვნელობით, გენეტიკურადაც. მიდრეკილია კაცი რაღაცა სვამს, ლოთობს ან ნარკომანია, მის შვილს აუცილებლად რაღაცა პრობლემები ექნება ჯანმრთელობის და შეიძლება მართლაც ბრმა დაიბადოს, მაგრამ ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს იმას, რომ ღმერთმა მის შვილს მოკითხა ამის დანაშაული. არამედ ამ ადამიანმა შედეგი იწვნია თავისი ცოდვისა თავის შვილზე და ეს სულიერადაც შეიძლება განამტკიცებდეს, მეცაც გეტყვით, ეს შეიძლება მოწყალებაც კი იყოს ღვთისგან, იმიტომ რომ ამ ადამიანმა გამოფხიზდეს და იფიქროს, რომ მე რომ ასეთი შვილი შემეძინა, ეს ხომ ჩემი ცოდვების ბრალია და ამიტომ დაიწყო სინანული და გამოსწორება და გადარჩეს თვითონაც და მისი შვილი, იმიტომ რომ ამ ცხოვრებაში თუ ბრმა იქნები, რამდენი ხანი უნდა იცოცხლო? 100 წელი? 200? საბოლოო ჯამში თვალნათელი ღმერთთან მიხვიდე ეს ჯობია ყველა შემთხვევაში, ვიდრე ის რომ აქ იყო თვალხილული და იქ იყო მერე დაბრმავებული. სამუდამო საუკუნო ცხოვრებაში იყო დაბრმავებული. შესაბამისად, კიდევ ერთხელ გაგიმეორებთ ამ ფორმულირებას, რომ ძალიან ხშირად ისმის ეს შეკითხვა. მშობლების ცოდვას არ მოკითხავენ შვილებს, მაგრამ მშობლების ცოდვა აისახება მის შთამომავლობას. აისახება რაღაცა სახით. სულიერით შეწოდებები აქვს. სულიერად აისახება მის შვილებზე, რაღაცა ესეთი მიდრეკილებები აქვს, თითქოს აი გენეტიკურად გადაეცემა, ხორციელი ცოდვები აქვს, თქვათ, მრუშობა თუ ლოთობა და ასე შემდეგ, ესეც აისახება მის ხორცზეც და სულზეც აისახება, რა თქმა უნდა, ცალ-ცალკე ხო არ არის, სული ცალკე ხო არ ცხოვრობს და ხორცი ერთმთლიანად აისახება ეს ყველაფერი. მაგრამ დაუბრუნდეთ ჩვენს მთავარ თემას. რაც მინდოდა დღეს მეთქვა, რომ რათა განცხადნეს დიდება ღვთისაო. აი ამ ბრმაზე წერს ამბობს მაცხოვარი. რომელი დიდება უნდა გაცხადებულიყო? მაცხოვარმა უამრავი სასწაული ჩაიდინა, მათ შორის სხვა ბრმებსაც აუხილა თვალი. ბავშვები იქნებ გაიყვანოთ რა. ბავშვები გაიყვანეთ ქადაგების დროს, ძალიან გთხოვთ. მეტსაც გეტყვით, მკვდარი გააცოცხლა. ისეთი სასწაულები ჩაიდინა, რომელიც იქამდე იერუსალიმში ნანახი არ იყო. არავის არ ქონდა, გაგონილი არ ქონდა მსგავსი რამ და ნანახი საიდან ექნებოდა. და ისეთი სასწაულები აღასრულა. მაგრამ აქ ამბობს ამ ერთ ადამიანზე, რომ რათა განცხადდეს დიდება ღვთისა. და როგორ უნდა გაცხადდეს ეს დიდება? იცით რომ ღმერთი გაძლევს საუკეთესო მაგალითს, რომ არც ერთი ადამიანი შენთვის შემთხვევითი არ უნდა იყოს და გულს გარეთ ან რაღაცა ისე ზერელი დამოკიდებულებით არ შეიძლება იყოს, იმიტომ რომ თვითონ აი ამ ერთი ადამიანისთვის ნახეთ რამდენ სამეს აკეთებს, მას თვალს აღუხელს, ამის შემდგომ ნახავს, როდესაც ებრაელები 9-ჯერ დაიბარებენ მასზე დაკითხვაზე და რომ დასწამებენ რომ ცოდვილი ხარ და ეშმაკეული ხარ და ასე შემდგომ და რომ მოიკვეთავენ, ამის შემდგომაც ნახავს და უხადაგებს მას ჭეშმარიტი სარწმუნოების შესახებ და ეს ადამიანი მოექცევა ჭეშმარიტ სარწმუნოებაში, იმიტომ რომ წერია რომ იქ თაყვანისცა მან ქრისტეს. მაგრამ რომელ დიდებაზეა მაინც ლაპარაკი? აი მაგალითი დიდება ღვთისა სწორედ ეს არის, რომ შენ მაშინ განდიდდები, როდესაც ისე მოიქცევი, როგორც იესო ქრისტე იქცევა. ეხლა თუ ვიტყვით, რომ რაღაცა გარკვეული უსამართლობა შეიძლება მიგვაჩნდეს, რომ ვიღაცა ბრმად დაიბადა, ვიღაცა ავადმყოფია, ვიღაცა სხვა პრობლემა აქვს. მე გეტყვით, რომ ეს ესე არ არის. სამყაროში, რომელშიც ჩვენ ცხოვრობთ და ესეთი ადამიანები ჩვენს ირგვლივ ცხოვრობენ, უწყალო ხალხი ცხოვრობთ მაინც. და ესეთი ადამიანები რომ არ არსებობდნენ, იცით როგორი იქნება ჩვენი საზოგადოება? შეიძლება ერთმანეთის ხორცი ვჭამოთ. გულწრფელად გეუბნებით ამას. ეს ჩემი დაკვირვების შედეგი არ არის. ეს ისტორიული დაკვირვების შედეგია, რომ ადამიანები
თუ კი გულმოწყალენი არ არიან, თუ მათ გული არ უჩვილდება წყვის უბედურებაზე, თუ მათ არ აქვს განცდა იმისა, რომ ვიღაცა არ ეცოდებათ, ესეთი ადამიანები, ესეთი საზოგადოება გადაიქცევა გულქვა საზოგადოებად, რომელსაც არ აღელვებს, არ ადარდებს არაფერი საერთოდ და მეცაც გეტყვით, რომ მოშივდეს შეარჩეველი შედარებით უფრო იმას, რა ქვია, ალბათ ფერხორციანს დაკლავენ და შეჭამენ. ესეთი იქნება მათი ცხოვრება. არანაირი, ესე იგი, სიმი არ შეუტოქდებათ სულისა, არანაირი გულის, ესე იგი, აი ეს გაყინული გული მათში არ გალღვება, თუ კი მათ არ ეყოლებათ ესეთი ადამიანები. იმიტომ რომ კიდევ ერთხელ გაგიმეორებ, ყავს ესეთი ადამიანები, არაერთი და მაინც უწყალოა ჩვენი საზოგადოება. და რომ არ ყავდეს, საერთოდ დავიღუპებოდით. ამიტომ ესეც კი მოწყალებად გვეძლევა ჩვენ რომ ვიღაცას გვიჭირს, ვიღაცა ჩვენ სახლობელს უჭირს, იმისთვის გეძლევა რომ შენ ესეთი არ იყოს შენთვის სულ ერთი ეს, როგორც იესო ქრისტე მივიდა და განკურნა. შენ ახლა სად შეგიძლია ბრმისთვის სახელა, თვალის სახელა, მაგრამ იცი რა შეგიძლია, რა პროფესიისაც ხარ, მე ხშირად მithქვამს თქვენთვის, რომ რა არის ჩვენი ჯვარი, როცა ვკითხულობ. ის რომ კეთილსინდისიერად შეასრულო. აი, მე გამახსენდა ერთი ამბავი, რომ ავტომობილების წარმოებელი კომპანია არის, ყველას მოგეხსენებათ Mercedes-ი, ძალიან ძვირფასი მანქანა. და აღმოჩნდა, რომ ეს სტატისტიკური მონაცემები, ესე იგი, 80-იან წლებში და 90-იან წლებში, რომ მანქანებს უშვებდნენ, ბევრად უფრო გამძლე მანქანები და დღესაც ძალიან ისე მუშა მანქანები ესენი, ვიდრე ეხლა თანამედროვე რო გამოდის. და ამის მიზეზი რა იყო, იცით რომ ძალიან მაგარ მანქანებს ვაკეთებ, იმათ რემონტი არ ჭირდებოდა და ნაწილები არ იყიდებოდა იმის. ამიტომ შენი ბიზნესი რომ მოაწყო, ამიტომ ცოტა უფრო სუსტი უნდა გააკეთო და სამაგიეროდ ნაწილებს გაყიდი. ექიმები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ახლა ამ ადამიანს თუ სრულად უმკურნალა, მე ხოდა თუ გამოაჯანმრთელა სუყელა, მან ხო დაამთავრებს ახლა იმას თავის მოღვაწეობას, აღარაფერი აღარ აქვს საქმე. მორჩა, მოარჩინა ყველანი და წავიდა. აი მაცხოვარივით რატომ უნდა იყოს მეთქი, იცით რომ მაცხოვარმა ეს ადამიანი მოძებნა მერე როდესაც განკითხვა იყო მისი, როდესაც ებრაელებმა მოიკვეთეს, აი ამ მაცხოვარმა წამოვიდა და ღმერთმა არ დაგავიდა, მოძებნა და კითხა, რომ შენ აბა აი აღარ სწოდო და აი ესე უქადაგა ეს ყველაფერი. ექიმი გეკულება თქვენ განკურნებულ პაციენტს რო ურეკავდეს და ეკითხებოდეს, რომ ხო ხარ მშვიდობით, იმიტომ რომ ეს მისთვის პროფესიად გადაიქცა. ეს მისთვის არის სარჩო საბადებელი, მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზანი აქვს მას, რომ განკურნა, აიღო ხელფასი წავიდა. ესევეა ნებისმიერ პროფესიაში. პარიკმახერი წესია და რა ვიცი, მეპურე წესია და ყველა ესეა, იმიტომ რომ თავარი ერთი რამ არის, რომ მე გავხდი რაღაცა, მღვდელი წესია ხშირ შემთხვევაში. გამონაკლისები ჩვენ კი არა. ვიღაცისთვის მღვდლობა გახდა საოფისე სამსახური. მივიდა შეასრულა მსახურება რაღაცა, შესწირეს წაიღო სასწავლო. მივიდა და დავიწყდა რომ ეს მსახურება. აქ შენ სხვა რამე გევალებ. აქ შენ უნდა იხარჯებოდე, უნდა დნებოდე, უნდა იწვოდე და მეცაც გეტყვი, სანთელს რატო ამსგავსებენ? კი არა, სიმბოლური სახე რატო აი სანთელს ვანთებთ აგერ და ამთია. სიმბოლური სახეა ქრისტიანისა. აი ესე თუ არ დაიწვა შენი ცხოვრება და თუ არ დადნა იმისთვის რომ სხვას გაუნათო გზა, არაფერი არ გამოვა. შეუმდგარი ადამიანი ხარ როგორც ქრისტიანი. არ ვიცი ხა კარიერაში შეიძლება შემდგარი ხარ და შეიძლება ძალიან მაგარი ხარ. მაგრამ არაფერი არ ხარ ღვთის წინაშე. საერთოდ არაფერი, იმიტომ რომ რა არის შენი მიზანი? რატომ გახდი რაღაცის პროფესია, რატომ აირჩიე? რატომ გიყვარს ეს პროფესია? იმიტომ რომ აქედან ფული იშოვება? ხვალ შეიძლება აღარ იშოვებოდეს აქედან ფული. აი მე რაღაც აკეთებ. ფული იშოვება თუ არ იშოვება, შენ უნდა გიყვარდეს შენი პროფესია, იმიტომ რომ შენ სამშობლოს უნდა სცემდე პატივს და იმ საზოგადოებას უნდა სცემდე პატივს, რომელთან ერთადაც ცხოვრობ და ყველაფერს აკეთებდე მათთვის. აი ესე უნდა იხარჯებოდე, ესე უნდა იღწვოდე და ესე უნდა ეძიებდე ადამიანებს, როგორც მაცხოვარი ეძიებდა მათ. ეძიებდა და პოვებდა კიდეც. ასე რომ, ჩემი ეს ქადაგება, რომელიც დღეს მოგახსენეთ, არ იფიქროთ, რომ მხოლოდ რაღაცა საყვედურია თქვენს მიმართ. ეს ჩვენი საერთო პრობლემაა. თანამედროვე მსოფლიოს საერთო პრობლემა არის, რომ ჩვენ ამიტომ ხვდებით ამათოს პროფესიის ადამიანები, იმიტომ რომ ის პრესტიჟულია, იქ მეტი ფული იშოვება. და სულიერ მოთხოვნილებებს ძალიან ხშირად ნაკლებ ყურადღებას ვაქცევთ. მე რომ სკოლა დავამთავრე, საერთოდ არ ვიცოდი რა მინდოდა. და დედაჩემის ხათრით ჩავაბარე უნივერსიტეტში. ეკონომიკის ფაკულტეტი დავამთავრე, ეს იყო ტანჯვა, წვალება, უბედურება, კურსიდან კურსზე გადასასვლელად, რომ მე გამოსთა უნდა ჩამებარებინა.
აი სასულიერო აკადემიაში რომ ჩავაბარე, მივხვდი რომ აქ იყო ჩემი ადგილი და დღესაც სასულიერო აკადემიაში ვარ. დავამთავრე 10 წლის უკან, მაგრამ მაინც იქ ვარ. ჩემი გონები, ჩემი ფიქრი. ასე რომ საკუთარი თავი უნდა იპოვო. სასულიერო აკადემიაში წახვალ თუ მაშინ წახვალ სამხატვრო აკადემიაში თუ საექიმოში წახვალ, რა მნიშვნელობა აქვს? უნდა გიყვარდეს ის, რასაც აკეთებ და ეს არ უნდა იყოს გამორჩენის მიზნით. ეს არ უნდა იყოს იმით, რომ აი ხლა დღეს მოუგვარებ, გაუშვებ, იმიტომ რომ ხვალ ისევ შენთან უნდა დაბრუნდეს და ისევ რჩევა მოვისმინე, ერთი მამა ეუბნებოდა შვილს, რომ სამედიცინოზე თუ ჩააბარებო, ჯობია რომ სტომატოლოგი გახდე, იმიტომ რომ 32 კვირიაო და ცალ-ცალკე დაჭირდება ყველასო. გონალობა და შესაბამისად მეტი შემოსავლიანი. გული ერთი აქო და კვილი 32-ო და შესაბამისადო მეტი ის გიყოლებაო კლიენტიო და აი ესეთი მიდგომა არის დეგრადაცია ერისა. მე გეტყვით რომ ჩვენი წინაპრები ასე არ ცხოვრობდნენ, იმიტომ რომ ისინი მუხ-ჩაუხრელი შრომით, დაუღალავი შრომით აშენებდნენ ჩვენ ქვეყანას. როგორ წარმოგიდგენიათ ეხლა დღესომარი ჩვენი ერი გაზარმაცებული და ხელის განძრევა არ უნდა, მუშაობა არ უნდა ფიზიკური არ აქვს. თუ მაღალი ხელფასი არ ექნა მუშაობა, მაღალი ხელფასი როგორც ფიზიკურად მუშაობას მაინცერიდება ადამიანი. როგორ ფიქრობთ ეხლა ჩვენი სვეტიცხოვლის ამშენებელი და ბაგრატის ამშენებელი ერი ესეთი ადამიანები იყვნენ, რომ ეს რა ქვია, ზეცაში იყურებოდნენ, თავისით შენდებოდა ეს ყველაფერი. მუხ-ჩაუხრელი შრომით, ლოცვით, საკუთარი ოფლის და სისხლის ფასად კეთდებოდა ეს ყველაფერი და ეს უნდა დაიბრუნოს ჩვენმა ერმა. ესე უნდა გაიზარდოს მომავალი თაობა, რათა გაცხადდეს დიდება ღვთისა. აი ეს სიტყვები ამას ნიშნავს, რომ გაცხადდეს დიდება ღვთისა, შენ უნდა შეგეძლოს იმის გაკეთება, რაც იესომ გააკეთა. გულისხმობ იმას, რომ თვალის ახელა რომ არ შეგიძლია, რაც შეგიძლია, რა პროფესიად შეიძინე, ის შეიყვარე და პატიოსნებით და ერთგულებით ემსახურე ადამიანებს და საზოგადოებას. ამინ. ღმერთმა დაგლოცოთ და ძალა მოგწოდოთ.